ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. საბავშვო ახალი ხმა და მისი წამყვანები. და გაირკვა. ჭორები დადის ქალაქში, რომ იქნებიან ცეკვაენ ვარსკვლავების ორივე სეზონის გამარჯვებულები, ანუ სამორი ბალდე და რუსკა მაყაშვილი. და მოდი დაურეკოთ რუსკას და გავიგოთ მართალია თუ არა ეს ამბავი. ორი გამარჯვებული, ორი წამყვანი. ორი გამარჯვებული, ორი წამყვანი. საბავშვო ახალი ხმა ბავშვებს ძალიან განსაკუთრებულად უყვართ რუსკაც და სამორიც და მე მგონი ძალიან სწორი არჩევანი გააკეთეს პროდიუსერებმა. ბავშვს ლენინის უყვარდათ. ამბის არაფერი არ ეშველება ხო აშკარად. შენ რო არ უყარხარ ბავშვებს, ახლა მაგაში წყალი არ გაუვა. მადლობა დიდი ფოტოს არ გიდებენ საფიფარეშოში. მოკლედ ურეკავთ რუსკა მაყაშვილ და სამორი ბალდეს. ალო, სამორი, კი არა და რუსკა გამარჯობა. ეს არის რუსკა გამარჯობა, ეს არის გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე გაწუხებთ როგორ ხარ? გამარჯობა გიორგი, ნუკი როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? მადლობა მივესალმებით თქვენს მსმენელს. ისინიც უსიტყვოდ მოგესალმებიან შენ და აბა გვითხარით ჯერ მოდი. ჯერ წინა სიტყვაობა ქონდა რომ ბავშვებს ყველაზე მეტად ვინ უყვართ, ალბათ რუსკა მაყაშვილი ეს უდავოა და სამორი ბალდე და ორივე არიან გამარჯვებულები პროექტის ცეკვავენ ვარსკვლავს ხოჭის გილოცავ. ბავშვები რამხელა ძალა. ძალიან დიდი. და მართალია თუ არა რომ თქვენ ერთად ესე წაიყვანთ საბავშვო ახალ ხმას? დიახ მართალია. აი და ხედა. ესე მარტივად დათანხმდი როგორც მარტივად გითხარი ხო? დიახ მართალია თუ როგორ იყო? დიახ მართალია. აი რო შემოგთავაზეს სიმწავზე დათანხმდი? შემომთავაზეს ეს პროექტი და ძალიან დიდი სიამოვნები დავსახდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მიყვარს და პლუს კაია მოკლედ. საინტერესო პროექტია რა თქმა კი, უნდა. ნამდვილად საინტერესო ბავშვებთან ურთიერთობა და კარგია მოკლედ. მარტო წაყვანა არ არის, მაგ პროექტში არის ის, რომ ამ ბავშვებს ამხნევებ და მათ გვერდით გახარ და ზუსტად ეგ მიხარია, რომ ეგრეა. და უკვე შენ და სამორიმ თუ გაიარეთ რაღაც სარეპეტიციო პერიოდს რო ეძახიან ხოლმე, შეეწყეთ თუ არა ერთმანეთს? რა თქმა უნდა შევეწყოთ ერთმანეთს, სარეპეტიციო პერიოდი არ გაგვივლია, პირდაპირ ჩავწერეთ ბლაინდები ასე ვთქვათ და 2 აპრილიდან დაიწყება ანუ უკვე ძალიან მალე გიხილავ შენ და სამორი. რუსკა ძალიან ადრე შენ იძახთ, ნუ ძალიან ადრე არის ხო ეს? ადრე შენ თქვი ესეთი რაღაც რომ მე აღარ მინდა წამყვანობა. ხო, მე მაგ-კი მე ვთქვი რა ეგეთი მოხდა, რაღაც, რატო შეიცვალა აზრი? იმიტომ შეიცვალა ეგ აზრი, რომ გამიშთა ახალი სურვილი, რომ თუმცა მგონია რომ უკეთ შემიძლია, იმიტომ რომ ხარ გამომივიდა თავიდან და ეხლა მგონია რომ რაში გამოიხატებოდა რომ არ გამოგივიდა? არა, მე მგონი გამოუვიდა. ხო, აი მე მე იმიტომ ვგრძნობდი დავსეს. ეგრე რომ არ გამომივიდა თქო და მომინდა ამ მუღამის დაჭერა, წამყვანობის მუღამის დაჭერა და ეხლა ვიჭერ, და მე მგონი დავიჭირე. რუსკა მაყაშვილი მაშინ მე იცი რუსკა მაყაშვილი როგორ იქნება ამ ახალ პროექტში? როგორ განსხვავებული წამყვანი იქნება? განსხვავებულად წარდგები საზოგადოების წინაშე. უნდა უფრო ესეთია, ანუ ძალიან ჩვეულებრივი არაფრის თამაში არ მიწევს, ზოგადად არ ვთამაშობ არაფერს და აქ მით უმეტეს არაფრის თამაში არ მიწევს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ბავშვებთან ერთად ვარ, მათთან ერთად გავარ ასე ვთქვათ და ვცდილობ რომ გავამხნევო და დავეხმარო ყველაფერში რაც შემიძლია. მე მგონი ყველა ვარიანტში ნებისმიერი ბავშვისთვის ყველაზე მაგარი გამხნევება იქნება ამ ორი ადამიანის. ხო, იცი რა არის ბავშვებს ძალიან გაუხარდათ თან რომ ჩვენ ვართ და მოკლედ ძალიან უხარიათ. მაგრამ არ იქნება რუსკა გულსატკენი ის რომ ბავშვები შენ თვალწინ თამაშ დატოვებენ უხეშად. ეგ საშინელება, ეგ არის საერთოდ საშინელება და მას ძალიან განიცდიან ძალიან, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ რომ გავამხნევო კარგად. სამორი როგორი მეწყვილეა? სამორი არის ფანტასტიკური მეწყვილე, ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან ისეთი. კარგად ვეცლობით ერთმანეთს მოკლედ, ძალიან კაი მეგობარია თან პლუს ამ ყველაფერთან ერთად და მოკლედ კარგია სამორზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი დუეტი შედგება და ჩვენს უყველას როგორც მაყურებელს ძალიან გაგვიხარდება ამ ტანდემის ნახვა. რუსკა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთე. უდიდეს წარმატებებს გისურვებ და მე მგონია რომ ძალიან მაგრები იქნებით ორივე ერთად. და რა თქმა უნდა გილოცავ ეთერითაც. მალე გიხილავთ უკვე ეკრანზე და უკვე შემდგომში შეგაფასებ და დაგირეკავთ და ჩვენ ვიცით რომ დაგირეკავთ უკვე ყველანაირად კარგი ემოციებით, იმიტომ ჩვენ ვიცით რომ ძალიან კარგად გაართმევთ თქვენ ამ ყველაფერს თავს. დიდი მადლობა. წარმატებები კიდევ ერთხელ მადლობა. კარგად. ნახვამდის. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.